დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ქალბატონი მაია მწარიაშვილი, სინდისის პატიმრის მზია ამაღლობელის ადვოკატი. ეს საქმე გვაერთიანებს ყველას. ეს არის მე ვფიქრობ ამ საზოგადოების სინდისის საქმეც. რა ხდება მზია ამაღლობელის საქმეში? უკვე ის ეტაპია მე მგონი, რომ სისტემას უნდა ადვოკატების გაჩუმება. სასამართლო პროცესს მთლიანად კეტავენ. რიგითი მოსამართლე ალბათ ამაზე მძიმე მდგომარეობაში არ შეიძლება იყოს. იფიცება საქართველოს ტექსტი, რატომ ულახავს პოლიციელს თავმოყარეობას. გარწმუნებთ იქ იმდენი სიბნელე და უსამართლობა. ჩვენს პარლამენტს ეგ პრობლემა არ ექნება ეხლა. სისტემას ყოველთვის ეშინია მზისხივის და ანუ არც ერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს შენსას და ყველას აკმაყოფილებს მისას. მოსამართლე ამას უყურებს და ვერ ხედავს. ეს არის მათი მტკიცებულება. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ არაფერს არ ვალამაზებთ ანუ ჯერ წყდება რომ დაგაკავო და მერე გადავწყვეტ რისთვის. და სისხლით დავიჭერ სისხლით. აი გებუაძეს რაც მოეპრიანება. აი ესე გადაწყდება ეგ საკითხი. მოსამართლემ თქვა, რომ არ მინდა, არაფერს არ მინდა შევხედო. აი ეგ არის ტიპიური ნიმუში იმისა, როგორ არის გამრუდებული მართლმსაჯულება. მე მგონი თემი და ჩვენთან მართლა ახვეული აქვს თვალებს.